თვითონ აი პროგრესისტვის, მანდელი დღისთვის თქვენ ახსენეთ სალოცავით. დიახ. რომელიც შეიძლება ეპკინეულ გადაწყვეტილებას ძალიან მტკივნეულ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რომ ძალიან მძიმე დღეები ელით თუნდაც აი ამ სალოცავის დაშლის და გადატანის იცით რა აი ამ დემაგოგი ძალიან მძიმე დღეები ელის საქართველოს საერთოდ თუ ჩავჭით ჩვენ ამაში რომ იქ სალოცავს ემტერება ხელისუფლება და აი ამაში თუ ჩავჭით იცით რა არის ბოლოს იქამდე მივალთ რომ იონე ზოსიმეს ნაწერი აი პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო უმეტესობამ საქართველოში და გონიათ რომ ქართულად შედგება განგითხვები მეორე ნაწილს უფრო პროგრესულ ენჯეოშნიკურ ნაწილს არა პირობითაც რო ვთქვათ არა აქვთ მენტალური კონფლიქტი ამასთან ლინგვისტური კონფლიქტი აქვთ იმათ გონიათ რომ ინგლისურად იქნება განგითხვა და აი ამ დემაგოგიაში ვართ ჩვენ ეხლა როდესაც ადამიანები უკვე სერიოზულად ლაპარაკობენ რომ მე ცით რა გასგულისხმობ რომ მე ჩემ თავგადასავალში ეს რამეც იყო რომ ხუდონ ჰესის საწინააღმდეგო ლაშქრობაში მე მონაწილეობა მაქვს მიღებული ბევრი წლების წინ და იქ იყო ერთი ასაკოვანი პროფესორი რომელსაც ჩვენ არ მოусმინეთ იქ რაც არ უნდა ეთქვა აღარ იყო ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ჩვენ რაღაც სათქმელი და აღარ უსმენდით იმ ადამიანს და იმან მაშინ ერთი რაღაც მოასწრო და გვითხრა რომ იცით რა არის როცა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არ არის ქვეყანას იმის დამოუკიდებლობა ძალიან მყიფეა გეთანხმებით და ჩვენ არ მოусმინეთ რა და რაღაცნაირად იმდენი გადავფარეთ ისეთ შეძახილებით გადავფარეთ რომ ისკაც ისეთ უხილ მდგომარეობაში ჩავაგდეთ მე რაღაცნაირად ეხლა მწყდება გული მაშინ შეიძლება ესე ვერ გავიცნობიერე რა პრობლემასთან შეიძლება მაშინ იყავით ახალგაზრდა უფრო ემოციური და ეხლა სხვები არიან ახალგაზრდები სხვები არიან ემოციურები და ისინი გადაფარავენ შეიძლება თქვენს მოსაზრებას არა მე არ მინდა ეს საუბარი რა რომ მე ვარ ახალგაზრდა ანუ ესე იგი მე ვარ მართალი კიდე არ არის ეგრე არ არის ეგრე ის ჰარმონია არის არაჩვეულებრივი ამე ღვთაებრივი ჰარმონია ახალგაზრდის ენერგია მოხუცის გამოცდილება ეს ყველაფერი ჰარმონიაში გადადის მერე სიბრძნეში და ინდივიდი NGO ძალიან კარგია რომ არსებობს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც უბრალოდ ცოტა ინდივიდი დაეკარგათ რა ინდივიდს ვეღარ ვხედავ იცით რომ ინდივიდს ემდრენ პატივს რა და მოქალაქე არის მთავარი გმირი სახელმწიფოში მარკუს ავრელიუსიც კი იმპერატორი ამბობდა რომ მე ვარ იმპერატორი და მოქალაქე ხას უსვამდა თავის მოქალაქეობას შეიძლება ეთქვა მარტო იმპერატორი ამიტომ მოქალაქე არის მთავარი გმირი სვანეთის რო ცხოვრობს ისინი ხო მოქალაქეები არიან ვისაც მოუწევს დაუშვათ სოფლის დატოვება საფლავის გადმოტანა სალოცავის დაშლა და გადმოტანა ყველანი ერთნაირი მოქალაქეები ვართ მათ შორის პრემიერ-მინისტრის ჩვენერი მოქალაქეა და მეც ისეთივე მოქალაქე ვარ თქვენც და სვანეთის მთებში ვინც ცხოვრობს და კახეთის ზურგებში ვინც ცხოვრობს არსებობს ხვალინდელი დღე რა ჭირდება რა გამოწვევები დგას ჩვენ წინაშე ხვალინდელი დღეს როგორ უნდა ვემსახუროთ აი